მიმალვას რაც შეეხება. მე Facebook პოსტიც მაქვს დაწერილი, რომ 5 რიცხვში დამაკავეს 5 დეკემბერს და 2 დღით ადრე მაქვს დაწერილი, რომ ინფორმაცია მივიღე, რომ ჩემს დაკავებას აპირებდნენ. და მანამდეც ვიცოდი და საიდან ვიცოდი თუ გაინტერესებთ, აი კოდები რო ერთმანეთს გაყიდიან, მაშინ გაიგებთ. ნახეთ 5 დეკემბერს და 2 დღით ადრე დავწერე კიდევაც, მანამდეც ვიცოდი და მე დამაკავეს როგორ პირობებში ხა მოგიყვებით. სახლში ვიყავი, თერჯოლაში, ჩემს საცხოვრებელ სახლში, დივანზე მეძინა. ახლა მინდა ვკითხო პროკურორებს, ჩემს ადგილზე რომ წარმოიდგინოთ თავი, თქვენ რომ სადმე მიმალვას აპირებდეთ, მიიმალებოდით თუ არა საკუთარ სახლში დივანზე ჩაძინებულ მდგომარეობაში. თან გაითვალისწინეთ, რომ ადგენელი თქვენ იცოდით თუ არა ნამდვილად რომ თქვენი დაკავება იგეგმებოდა. შეგიძლიათ ჩემი Facebook პოსტი ნახოთ. ამასთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია არ არის წარმოგენით. ხო, ანუ ეგ მაგასაც ეგ ისე ვთქვი ახლა, აი, დავანებოთ მაგას თავი. ანუ რომ აპირებდეთ მიმალვას საკუთარ სახლში თუ მიიმალებოდით. თან გადასაფარებელს არ მეფარა. ამას საქმისთვის რაიმე მნიშვნელობა აქვს ბატონონისე გადასაფარებელი გეფარა თუ არა? იმიტომ რომ არა ანუ არა სხეულის არც ერთ ნაწილს არ მალავდი. ერთი წუთით მომისმინეთ ბატონონისე.